სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. საღვთო ლიტურგიის დასასრულ ერთ-ერთ უკანასკნელ საიდუმლო ლოცვად ლიტურგოსანი მღვდელი კითხულობს მცირე ლოცვას, რომელსაც ბარძიმის მოკაზმის ლოცვა ეწოდება. ამ ლოცვის შემდგომ ერთ-ერთი მღვდელი, თავად თუ მეორე ან მესამე მღვდელი იღებენ წმინდა ბარძიმს, ესე იგი რაც დარჩა წმინდა ძღვენიდან. და აი ამ საიდუმლო ლოცვაში ასეთი სიტყვებიც არის მიმართავსა უფალ ღმერთს, ყოვლადწმინდა საებას, უფალ საბაოს ლიტურგოსანი მღვდელი ამ ლოცვაში, რომელმან ყოველი მამობრივი განგებულება აღავსენ სიხარულითა და მხიარულებითა გულნი ჩვენი. რა მამობრივი განგებულება არის? აქ ნაგულისხმევი ყოველივე ის, რაც უწყით საღვთო გამოცხადებიდან. თუ როგორ ქმნიდა, როგორც ხშირად გვითქვამს, სიყვარულითა და დიდი სიბრძნით უფალი ღმერთი არარაობისაგან ცათა და ქვეყანასა, ყოველი თავისი სამკაულით და ანგელოზთა და ადამიანს, როგორც ყველა ამ ქმნილების, ამ შესაქმნის გვირგვინს. ალბათ ჩვენ სარწმუნოებრივ თვალს წარმოუდგება, როგორი მამობრივი სრულმელობით, სიყვარულით, კეთილ მოგრძალებითაც კი შეიყვანა ჩვენი პირველშობილი ადამ და ევა უფალმა ღმერთმა ედენ ბაღში დაამკვიდრა 64 სრულიად დაუმსახურებლად, მხოლოდ თავისი წყალობის გამო მიანიჭარა არარავისაგან ყოფიერება და არა უბრალოდ ყოფიერება, როგორც უკვე ვახსენეთ, არამედ ხატათვისა და მსგავსად ქნარა ქმნილების შესაქმის გვირგვინად დაადგინა იგი. ადამიანი ტკბებოდა 64-ის ნეტარებით. ჩვენი ადამიანური მიწიერი ენა რაოდენ ღრმაც არ უნდა იყოს, ქართული ენა იქნება თუ სხვა ენა ვერ გამოხატავს იმ ნეტარებას, იმ თავდავიწყებულ სიხარულს, რომელშიც ყავდა პირველმშობელი ჩვენი ადამი და ევაი. მაგრამ ეშმაკი აღიძრა შურით, ბრძოლა უყო ჩვენს პირველ მშობელს, ჯერ მათი მეგობარი გველი აცდუნა და დაემკვიდრა მასში და მაშინ, ანუ მეგობრულად, ასე ვთქვათ, მეგობრის მიერ აცდუნა ევა, რომელიც ადამისაგან შეიქმნა და მერმეღა უკანასკნელ პირველი ადამი აცდუნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, დედაკაცისაგან ცდუნებულს და დაცემულს ღმერთმა აღუთქვა, რომ ქალწულისაგან მოუვლენდა მას ხსნელს, არა რომელიღაც ანგელოზს, განკაცებითა თუ დედამიწაზე მოვლინებით, არამედ ერთი სამებისაგანი ძემ მხოლოდ შობილი უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოევლინა წუთისოფელს საღვთო ბჭობით მამის, ძის და სულიწმინდისა. მანამდე ვიდრე ძეღვთისა მოვიდოდა მესია დედამიწაზე, გამოუგზავნა კაცთა მოდგმას არაერთი მართალი პატრიარქი წინასწარმეტყველი და უკანასკნელ მხოლოდ შობილი ძე უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ლიტონი ადამიანივით იცხოვრა 30 წლამდე, შემდგომ ნათელს იწყო თავისი ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მოღვაწეობა და აღასრულა ის, რაც აღასრულა, ანუ ჩვენი გამოსყიდვის საიდუმლოება თავის ხსნელ ნებებში დაგვიარსარა წმინდა ეკლესია და განბანა და განწმინდა სულიწმინდის მადლით. მაგრამ ადამიანი დროთა განმავლობაში, საუკუნეთა განმავლობაში შორდებოდა თავის შემოქმედ ღმერთს, ივიწყებდა მას და დაივიწყა იქამდე, რომ თვით ნიორი ამდენად სასაცილო არ არის და ნებისმიერი სხვა ქმნილება პირუტყვი ფრინველი თუ უძრავი თუ იძვრისი გააღმერთა, ანუ ყველაფერი გააღმერთა და ყოველივე დაივიწყა რა ჭეშმარიტი ღმერთი მისი შემოქმედი მამა. მაგრამ ჩვენი ადამიანური ლოგიკისათვის, წარმოდგენისათვის, გონებისათვის, აზროვნებისათვის, ბუნებისათვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ღმერთს ასეთი საძაგელი ადამიანი უყვარდეს. როგორიც ვიყავით საუკუნეების განმავლობაში, როგორიც განსაკუთრებულად ვარ დღეს, ყოლად გარყვნილი, ქვედაცემული, წუმპეში მწოლიარე, უმადური, ღვთის დამვიწყებელი საბოლოოდ. იქამდე რომ თავად ჩვენი განდგომილებით, ანუ აპოსტასით, წყარწყმედის შვილს ანტიქრისტესაც კი მოვიყვანთ და მისი სახით მოვიყვანთ ეშმაკს გავამეფებ დედამიწაზე. მას ჰქონდა ოდესღაც 64 სასუფეველი, უმაღლესი ანგელოზი იყო და დღეს მეცადინეობს, რომ დედამიწა, რომელიც როგორც წმინდა ჰიმნოგრაფი და ღვთისმეტყველი მამები უწოდებენ, ჩვენი მწირობის წუთისოფელი, ჩვენი გამოძევების და მიმოხეტიალის წუთისოფელი დაიმკვიდროს, აქ მაინც გამეფდეს სასუფეველის დამკარგველი
დედამიწაზე მაინც გამებდეს დედამიწაზე რომელიც როგორც უკვე ვთქვით ჩვენი დაშის ადგილია ჩვენი გადასახლება ეგ სწორია ქართულად ბერძნულად რომ თარგმნოთ გადასახლებას ნიშნავს ჩვენი აქ გადმოსახლების ადგილია დაცემული კაცთა მოდგმისა მაგრამ იმდენად ბოროტი და უკეთური და დაბალი სულია ამასაც კი ლამობს იგი და ლამობს გარდა მაგისა ადამიანის სულში გამებდეს იგი ჯერ ადამიანთა სულებში გამებდება და მერე გამებდება სრულიად დედამიწაზე თუმცა არის ასუება რომ როგორც სულიწმინდა წინასწარმეტყველებს წმინდათა მიერ ელიასი ენუქისა იოანესი და ლავრენტი ჩერნიგოველისა საქართველოს იცავს რა ღვთისმშობელი მარიამი უძველეს ივერიას ამ ხარეშიც რა თქმა უნდა იქნება ყველა ეს პროცესები მოვლენები ისი მოწმენიც უკვე ვარ ჩვენ შეიძლება ითქვას მაგრამ როგორც ესეთი საბოლოო ძალაუფლებას აქ ვერ განიმტკიცებს იგი თუმცა ეს ჩვენ უზრუნველობის საბაბს კი არ უნდა გვაძლევდეს პირიქით რა კი ეს მხარია საამისოდ ამორჩეული უდიდესი ბრძოლები იქნება აქ უდიდესი ზეწოლა იქნება აქ თუნდაც ახლა რაც ცოტა ხნის წინ დიდ მარხვაში გადავიხადეთ ჩვენ და სრულიად კაცობრიობამ მაგრამ მეორე მხრივ დაუკვირდით ახლა შევწყვეთ ცოტა თემაზე საუბარს როგორ აიწყვიტეს ისემ ადამიანებმა რომლებიც კორპუსებში პატიმრებივით იყვნენ გამოკეტილი შეიძლება უკმაყოფილება ჰქონდათ მაგრამ ამას ვერ გამოხატავდნენ მათ უпроსორად არც კი ესმით ჯეროვნად რა პროცესები ხდება სინამდვილეში რომ სადება ახალი მსოფლიო წესრიგი რათა ახალ მსოფლიო სახლის მბრძანებელს ანტიქრისტეს გადასცენ ყველა ეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები კაცთა მოდგმაზე გასამეფებლად რომელშიც როგორც უკვე დავსინეთ თავად ეშმაკი იქნება ჩასახლებული ანუ ეშმა თავად სატანა გამებდება მის მიერ დედამიწაზე ამას გააკეთებენ ადამიანები ის კარებს არ შემოგვილეწავს ზალით არ შემოვა არამედ ჩვენ ჯერ სულებში გავამეფებთ ჩვენი მსოფლმხედველობით შეხედულებებით განცდებით ცხოვრების წესი და შემდეგ იქნება ლოგიკური დასასრული ამ ყოველივესი წარწმედის გზაზე ვიდექით და წარწმედის შვილი მოგვევლინება წინამავალად არ იქნება არანაირი ხელისუფლება სახელისუფლება ანარქია იქნება მთელს დედამიწაზე არანაირი სახელმწიფოები ეროვნული თუ სხვა აღარ იქნება ერთი მსოფლიო დამყაკებული სახლი რომლის წინამძღვარის გახდება წარწმედიშვილი რომელიც იმდენად ქედმაღალი პატივმოყვარე და დაავადებული იქნება სულიერად რომ არ დაჟერდება მსოფლიო ბრძანებლობას და თავს ღმერთად გამოაცხადებს მერმე და მერმე რა მოვლენები განვითარდება და სხვა ჩვენ ამაზე არაერთის გვისაუბრე ამჯერად თავს აღარ შეგაწყენ მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა საყვარელო რომ უდიდესი დიდებით შეგვმოსა ღმერთმა არა მარტო როგორც სულები რადგან ადამიანი პირველ ყოვლისა სულია არამედ ჩვენი სხეულებიც პირველ მშობელთა რომელიც დიდებით შემოსაუფალმა მათ იმგვარი სხეული არ ქონიათ როგორც ჩვენ გვაქვს ხრწნადი და მოკვდავი სხეული მათ არა მარტო სული ჩვენგან განსხვავებით არამედ სხეულებიც კი უკვდავი ჰქონდათ დიდებაში იყვნენ უფლისა და თვითრჩულობით და აპარტავნებით ეს ყოველივე დაკარგეს ნამდვილი სამშობლოდან პირველი სამშობლოდან გაძევებული იქნენ და დადგინებული იქნა 64-ის კარში ესე იგი ზეციური ქერობინი და მახვილი იქცევისი სხვათა შორის შევნიშნავთ რომ სატანაც ერთ დროს სინათლის ბრწყინვალე ანგელოზი კერძოდ ქერობინი იყო რამოდენიმე სახელდება ქართულში განსხვავებული ქერაბინი ქერობინი ქერუბიმი ეს უკანასკნელი მე ვფიქრობ რომ რუსულის გავლენა არის კალკია ძველ ქართულში არის ქერობინი და ქერაბინი ხლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მოკლედ ერთ-ერთი მაღალი პირველი ტრიადის ანგელოზი იყო დაცემამდე და სწორედ მისი გვარისა ასე ვთქვა დააყენა 64-ის კარში დაცემული ქერაბინისაგან სტუნებულის მიერ გამოძეული იქნა პირველ მშობელი 64-დან დაადგინა სხვა ქერაბინი რომელმაც შეინარჩუნა უფლის სიყვარული და სარწმუნოება და არ გაჰყვა თავის წინამძღვრად არ მიიჩნია დაცემული ქერობინი რომელსაც დღეს სატანას ეშმას უწოდებთ და ყველა დანარჩენი მესამედი ზეციური ძალები რომლებიც გარდასახად ტარტაროზის ანგელოზებად მისი სახელის მიხედვით ეშმასი იწოდებიან ეშმაკებად ეშმაკი კნინობითი ფორმა ამ სიტყვისა ეშმა ეს არის მთავარი და ესენი არიან მისი მორჩილნი სახურნისულები ცისქვეშეთის ბნელი ძალები როგორც პავლე მოციქული უწოდებს ადამიანი როგორც უკვე შესავალში ვთქვით დროთა განმავლობაში კარგავდა ღვთისხსოვნას ავიწყდებოდა იგი დაკარგული სამოთხეს თუმცა დაკარგულ სამოთხესზე პირველ ყოფაზე და უფალ ღმერთზე შემოქმედზე ხსოვნა დიდხანს ინახებოდა საუკუნეების განმავლობაში მაგრამ მერმე და მერმე ადამიანი თანდათანობით მეტადრე რომ ეშმაკი თვლიდა რომ ეს წუთი სოფელი მისია ყველა მანქანებას ხმარობდა ძალას რომ საბოლოოდ განეყენებინა ღვთისაგან და ეს იყო შურისძიება ღმერთზე უფრო მეტად ვიდრე ადამიანზე
მას პირდაპირ იერიშით არ შეეძლო რა ღვთის წინააღმდეგ, მაგრამ იცოდა რომ ყველაზე საყვარელი ქმნილება ერთ-ერთი აპოკრიფი მოგვითხრობს რომ საერთოდ ამიტომ განდგა სატანა, რომ დაინახა რომ ადამიანი ანგელოზზე მეტად უყვარდა, შური უყო და ამიტომ განდგა განიდრიკა ღვთისაგან ამ პარტავნებით, დიდების მოყვარებით და ცდილობს მიუკანასკნელ ადამიანამდე თავის გზაზე ატაროს, ანუ ღმერთს განუყენოს. და ეს არის მისი სიხარული და ნეტარება. თუმცა როგორც ხშირად გვითხოვს ფსალმურიდან, ღმერთებად შექმნა უფალმა, მადლით ხატა და მსგავსად შექმნა რა და ჩვენ როგორც პირუტყვები იმგვარად მოვსხდებით. დღეს განსაკუთრებით ეს არის არა ცივილიზებული საზოგადოება, არამედ ეს არის პირუტყვთა საზოგადოება. ყველა ქვენა გრძნობებით, რომელიც ვის სახელსაც ატარებს ეს უღირსი ადამიანი, თვით პირუტყვიც კი არ იქცევა ასე. უბრალოდ იმიტომ რომ ასეც მზაკრობას, სიბერაკეს და გარყვნილებას ვერ მოიფიქრებს, არ ძალუց. აი წმინდა მამების შედარებასაკენ ამბობენ რომ როდესაც ესე იგი უნდა გამრავლდეს ცხოველი თუ ფრინველი, მაშინ მიუდგებიან ერთმანეთს. ადამიანი ამას დაუსრულებლად აკეთებს, არაულად ამას დაუსრულებლად აკეთებს. თუმცა საამისოდ აქ ეს უნდა არის მიცებული რომ გამრავლდეს კასტამოდმა, აღორძინდი და გამრავლით უფალმა როგორც ორგზის დაცემამდე და დაცემის შემდგომ აკურთხა, არამედ პირუტყვებრივი სიამოვნებისათვის აგრძელებს, არათუ უბრალოდ აგრძელებს განსაკუთრებული სახეებიც კი დახვეწა გარყვნილებისა, როგორიც არის სიძვა, მეძაობა, სოდომი. და სირცხვილის გამო ქალიშვილებისგან და ამბიონზე დგევარ მახსოვს ვერ ვიტყვი ყველა იმ ნიუანსი ამ გარყვნილებისა ვერ ვილაპარაკებ, თუმცა არაერთის მომისმენია აღსარების საიდუმლოებაში. ადამიანი დღეინდელად დღემდეს უგულებელს ყოფს ღმერთს, არაფრად აგდებს. ოდნავ მაინც რომ დაფიქრდეს იმ განსაცდელებზე, რაც მის თავს არის, რაც ქვეყნიერებაზეა, ეს კატაკლიზმებს გულისხმობ და სხვა, ის უეჭველად მივა შემოქმედი ღმერთის აღიარებდა. როგორც დიდებული პავლე ამბობს რომელთა მიმართ ეპისტოლიაში, ქმნილების განხილვიდან ადამიანი აუცილებლად მიდის, როცა გაანალიზებს რატო შეიქმნა, როგორ შეიქმნა და სხვა, მიდის შემოქმედი ღმერთის აღიარებამდე. ადამიანი ამას თავისი ზარმაცი და მცონარე გონებით არ აკეთებს. მას რას აკეთებს? ზეცისთვის მოწოდებული წუმპეში ხრჩობა და ბედნიერად გრძნობს თავს. გარყვნილება, ჭამა, სმა, განცხრობა, სულიერი უკუღმართობანი თუ ხორციელი ეს მისი ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა. მერე შეხედეთ ამ გარყვნილ გოგონებს და ვაჟებს, ხანდაზულ კაცებს და ქალებს, როგორი უტიფრები არიან. ადრე მაგალითად სხვენოდათ მაინც რომ მოძღვარს ნახავდნენ, ანუ ეკლესია აგონდებოდა და უფალი ღმერთი რომ შეიგდიმებდნენ თუ თამბაქოს წევას, თუ კაბას ჩამოიწედნენ, თუ ჩამოიწეოდა ეს მინიკაბა როგორმე და სხვა. დღეს ამასაც აღარ აკეთებენ. თან რატომ კიდევ? ჯერ ერთი იმიტომ რომ ეკლესიის ლანძღვაგინება მიდის პატრიარქის სახით პირველ ყოვლისა, მერმეც იმიტომ რომ თავისი ცოდვების გამართლება უნდათ. აი შენ სასულიერო პირი ცხოვრობ ასე, წუმპეში. გარყვნილება, სოდომიც მათ შორის, მე ვიცი უფრო მეტრი მაგალითები ვიდრე თქვენ. ანგარება, განცხრომითი ცხოვრება და სხვა. მე რატომ უნდა ვიცხოვრო თავშეკავებით? მაგრამ რამდენად უგუნურია ადამიანი, განა შენ გაგამართლებს შემოქმედი ღმერთის წინაშე გარდაცვალების შემდეგ რომ წარდგები, რომ თქვათ მამა არჩილი იყო უღილსი ადამიანი, იყო ცოდვილი, შეუფერებელი მღვდლობისთვის. შენ ხომ ეს არ გაგამართლებს. თუ შენ მე დაგაბგოლებ, რა თქმა უნდა, მე ჩემ წილ პასუხს მივცემ უფალს. და აგი უფალმა თქვა რომ პირველ ყოვლისა სამღვდელოებას მოგითხავს. პეტრე მოციქული როგორც გვასწავლის არაერთი წმინდა მამა სამღვდელოებიდან დაიწყება განკითხვა ამასოფლის. რატომ? ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეკითხება. მაგრამ ჩემი განკითხვა შენ გაგამართლებს სოდვებში? როგორ სინდისი არ ქონდა, სინდისის ხმა არ იყო შენში? უფალი არ მოვიდა შენთვის. თავის ტკივილებში არ დაგიარსა საფრთხო ეკლესია, სულიწმიდა არ გარდამოვიდა, არ ახარ ნათელღებული, არ დაგაფრქვია უამრავი სიკეთე ხორციელი თუ სულიერი. შე რომ ეს გაგიანალიზებინა, აუცილებლად ამ საწოდა მღვდელს კი არ განიკითხავდი, საკუთარ თავს, საკუთარ ცოდვებს განიკითხავდი და ყველანაირად ეცდებოდი, რომ როგორც მოციქული პავლე ამბობს, მე გავბი ვარ, არა ისე უბრალოდ ხელები ვიქნი, ანუ ილუზია შევქნა მორბენალისა, არამედ გარბი ვარ ისე რომ პირველი მივიდე და შუბლი დავიდაფრო ღვთით. აი როგორ უნდა ცხოვრობდეს ყოველი ადამიანი. რამოდენიმე დღის წინათ წავაწყდი ერთ ლექსს რუსულ ენაზე. 2-3 ფრაგმენტი ამოვიკითხე და თვალი და გონება გაჩერდა ამ ლექსზე. პირველ ყოვლისა მხატვრულად მდარე ლექსი იყო.
რამე განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება როგორც ლექს არ ქონდა, მაგრამ გულის სიღრმემდე განვიცადე, რაც იქ არის ნათქვამი, რომ გასაოცარი შეიძლება თქვას ნატურალისტურის სიცხადით და მსგავსებით აღწერს დღევანდელი ადამიანის ცხოვრებას, მსოფლმხედველობას, განწყობილებას და ასე შემდეგ. ისეთი ლირიზმით არის დახატული მასში ადამიანის დღევანდელი მდგომარეობა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უფლის უკედაგანო სიყვარული, როგორი ზარმაციც არ არის, როგორი მცონარეც არ არის და როგორი ურჩიც და უგულისხმოც არ არის ადამიანი, ღმერთს მაინც უყვარს და როგორც მონა უფლის წინაშე ესრე დგას და ელოდება და როგორ არის ლექსში ნათქვამი მის ზურგს უკან დგას განსაკუთრებული დამდაბლება გამოხატული უფლისა, როგორი სიმდაბლე დგას თავის ქმნილებასთან. ვინ? ღმერთი უფალი, რომელსაც ანგელოზნი ვერ მიხედვენ და ვერ უახლოვდებიან. აი, ვახსენეთ ქერაბინები, სერაბინები, 6-ფრთიანი და 4-ფრთიანი ანგელოზე რომ მოვიგონოთ, განამართლა ფრთები აქვთ, ეს მათ სისწრაფეს გამოხატავს, ლოცვა-კურთხევის აღსრულების სისწრაფეს, მორჩილებას ულისა, მეორეს მიმართ გამოხატავს, რომ ისინი ქმნილებანი არიან ღვთისაგან განსხვავებით და როდესაც როგორც ესაიამ, ეზეკიელმა თუ სხვა დიდმა წინასწარმეტყველებმა იხილეს, როდესაც უფლის საყდარს, მისი დიდების საყდარს უახლოვდებიან, ორი ფრთით ფრენენ, ორი ფრთას თვალებზე იფარებენ, ორ ფრთას ფეხებზე. არც ფეხები აქვთ, არც თვალები აქვთ და არც ფრთები. ანუ ადამიანურად, ანთროპომორფულად არის გამოხატული, რომ ისინი ქმნილებანი არიან და თითოეული რას ნიშნავს. ფეხზე რომ იფარებენ, ხას უსვამენ, რომ ისინი ქმნილებანი არიან და ღირსად არ თვლიან, რომ ღვთის დიდებას მიუახლოვდნენ. თვალზე რომ იფარებენ, ამით გამოხატა, რომ ღირსად არ თვლიან თავს, როგორი თამდაბლობა, მათ შემოქმედ ღმერთს შეხედონ. ეგ როდის საყვარელო, როდესაც ისინი მეორე ნათლად არიან შექმნილი. როდესაც ორს თვალებზე იფარებენ, ორს ფეხებზე, თქვით რას გამოხატავს და ორი ფრთით ჰაერში ჩერდებიან. ეთერში, ეთეროვან სამყაროში, ამით გამოხატავენ ჯვარცმას უფლისას. ანუ ამით უთქმელად ღვთისმეტყველებენ ქრისტეს მხსნელნებებს და ყოველივე იმაზე, რაც წმინდა წერილში ახალ აღთქმაშია კერძოდ გადმოცემული დიდი სიცხადით. აი ასე, პირველი ნათელი, არც მეორე ნათლის, არამედ თვით ადამიანის წინაშეც არის დამდაბლებული. და არა მხოლოდ ერგზის დამდაბლდა, როცა მხორც შეცვლით მოვიდა, მონის ხატი მიიღო, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის და ემნო და ეწამა, ყველა სიკეთისთვის ჯვარცმა მიიღო სამადლობელად. არამედ დღემდის მიუხედავად ამისა, იგი განაგრძობს მზრუნველობას, ანუ განგებულებას ადამიანზე. ჩვენ ამით დავიწყეთ ამ სიტყვებით საიდუმლო ლოცვიდან, რომელმან აღავს ყოველივე მამობრივი განგებულება. რა შემდგომარეობა მამის განგებულობა? ის რაც მოგითხრეთ, როგორ შექმნა არავისაგან ცანი ქვეყანა ანგელოზს და ადამიანი მე-6 დღეს შესაქმისა, რომელიც შესაქმის გვირგვინად დაადგინა. მისთვის იქმნებოდა ეს ყოველივე. მათ შორის მეორე ნათელი ანგელოზები სახურის სულები არიან შორის ღვთისა და შორის ადამიანის. იმდენად დიდია ადამიანის დანიშნულება ღვთის თვალში და რასაც უდავ მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ უფალი ჯვარს ვაცვით, მან ძლია სიკვდილის მიმღებელმა ნეფსით სიკვდილი, შელეცნა მოქლონი რკინისანი, ჯოჯოხეთისანი და კარიბჭენი ჯოჯოხეთისანი, რათა ჯოჯოხეთში წარმოწყენილნი, ჩვენი პირველშობილი და მისი მოდგამი გამოეყვენა დაუღამებელი მზის შუქს, ესე იგი ქრისტე მაცხოვრის მადლსა და ნათელში. დღემდეს განაგრძობს. ხშირად მიხსენები ამჯერად მაგონდება კონტექსტის ის საქმელისა, ერთ-ერთი ქრისტიანი ლოცვის დროს ისეთი განწყობა შეექმნა, მოაგონა ყველა რაც ადამიანს ჩაუდენია ქმნილებას ღვთის წინაშე, მერმე მოიგონა უფლის ხნელიბრები და აღშფოთდა და ღმერთ შეზახა. უფალო ღმერთო, აღდეგ და იძიეშურიო, ფსალმონის სიტყვებით უთხრა. დასაჯი ადამიანი, როგორი შექმენი, როგორ სამზადებდი, ყოველივე მოიმოქმედე და აი დღეს როგორ ღალატობს ის, რითი პასუხობს. საზარელი გრგვინავი ხმა მოესმა ამ ქრისტიანს, რომელიც რისხავდა მას, აღარასოდეს არ ვთხოვო ადამიანის დასჯა. მე მზათა ვარ კიდევ 1000-ჯერ ავიდე ჯვარზე ადამიანის სიყვარულისთვის. ჩვენ ამას ვერ ვწუდებთ. მე კი ვამბობ, ჩემდა თავად, თქვენ ისმენთ, მაგრამ ბოლომდე ვერ გავიაზრებთ, როგორ შეიძლება ასეთი უმადური არსება გიყვარდეს. ჩვენ გვიჭირს ეს, თუმცა ჩვენს გვასწავლა. მტერიც გიყვარდეს, მოყვასიც გიყვარდეს. 7-ჯერ 70-ჯერ აპატიეს შემცოდეთ. ეს სიყვარული საქმეებია, რაც ჩამოვთვალეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვწუდებით. რისთვის გვიყვარდეს? რატომ გვიყვარდეს? ჩვენ დაცემულ ბუნებას ამისი მიღება და აღქმა უჭირს.
რომელიც ზეციურ ქერაბიმებს მესამედ ვახსენებ ანგელოზებს იგალობებს გალობლებმა დავემს გავსენით ყოველივე მსოფლიოი დაუტევოთ რომ აქ მაინც როცა ღვთისახში მოხვედით წირვაზე დატოვეთ ეს მიწიერი ფიქრები საზრუნავები და ასე შემდეგ საკმარისე მეტი გაქვთ ეკლესიის გარეთ და აქ მხოლოდ ზე გაქვთ გულნი და ღმერთს მიეწებენით აქ მაინც რომ დაიმახსოვროთ ეს ამაღლებული განცდა და როცა გახვალთ და განსასწრებლებში ჩავარდებით მოიგონოთ რომ ამ საზარელი ტალახიანი მიწიერი ცხოვრების გარდა არსებობს ამაღლებული წუთები ღმერთთან სიახლოვისა ეს უნდა კვებავდეთ ეს უნდა გასაზრდოებდეთ ეს უნდა განმგეშებდეთ თქვენ აი როგორც ცუდი შედარება მაგრამ მარტებული ამ შემთხვევაში აკლემი კულში ქონს ცხიმს იგროვებს და შიმშილობის დროს ამოცოხნის აი ესევე თქვენს ეს ნეტარი წუთები უნდა დაიმახსოვროთ და მაპატიეთ ცოტა ვულგარული სიტყვა მაგრამ გამოიცოხნოთ ანუ ნუგეში მიიღოთ აქედან რა არ ქონია წუთე მე მღვდელი ვარ მე მქონია რომ საზარელ ფიქრებში ვყოფილ ვარ და მოულოდნელად როგორც რემინისცენცია ეს ნიშნავს ბუნდოვან შორეულ მოგონებას გაჩენილა როგორც გაუელვებია სულში რაღაც ძალიან ტკბილს და ამაღლებულს როდესაც მაგალითად განიცდის სიმწარეს სული და რაღაც სიამე მოგივა არც კი ისი საიდან და როგორ და ნუგეში იღებ ამით აი ასევე ამ ამაღლებული წუთებით შენთვის ლიტურგია ღვთისმსახურება არის ყველაფერი გოლახtildeლად როგორც მამაშვილებს გეტყვით დღეს განსაკუთრებულად ცუდათა ვარ ავადმყოფობის თვალსა დიაბეტის დაავადებული ვინც არის მანიცის რომ ყველაზე ცუდი დრო მისთვის არის პაპანაკება სიცხეები და გარდა ამისა რომ ზაფხულია და პაპანაკება სიცხე რამოდენიმე პირი სამოსელი მოსია და ოფლიანობა ახასიათებს ამას ემატება კიდევ ეს ოფლიანობა და ბევრი რამ არ დაგიმალავთ აი როგორ არის როცა ძალიან აჭერს სიცხე გონება თითქოს თვლემისკენ გადადის თვალების ტკივილი მეწყება და წელან მამა გიორგისაც უთხარი პატარა შეცდომა მომივიდა შენს მიაქცია მეთქი ყურადღება იმიტომ რომ შაქარი მაღალი მაქვს და მაწვება მეთქი ტვინზე თვლემასმრის აი როგორი მდგომარეობა იცით არც ღვიძლია და არც ძილია ძილღვიძლის მდგომარეობას გორის და ებრძვი ამას რა თქმა უნდა მეტადრე წირვაში მე თუ ვებრძვი შვილებო თქვენ რატომ არ ებრძვით თქვენც უნდა ებრძოლოთ ეს ეკლესია ქრისტეს ვნებებით დაარსებული არის მებრძოლი ეკლესია ის ეკლესია მე დღეს ასაულე მაგრამ აქ ვინც არ იბრძოლებს იქ იმ მარადილ ზეიმში ვერ შევა მოკლედ რომ არ დაგალოთ საგვარელო რამოდენიმე დღის წინ წავაწყდი ამ ლექს მისი ლირიზმის გამო და მისი რეალისტური გადმოცემის გამო რა კარგად არის გადმოცემული თანამედროვე უზრუნველი მცონარე და ზარმაცი ქმნილების ადამიანის მდგომარეობა და ცხოვრების წესი მეორე მხრივ გასაოცარი სიფაქიზით არის გადმოცემული მიუხედავად ამ ყველაფრისა როგორ უყვარს ეს უმადური ადამიანი ღმერთს ამიტომ არის რომ ვიდრე ცოცხლებში გტოვებს ვინც არ უნდა იყოს უცოდვილესი და უბოროტესი ადამიანი არ უნდა განიკითხო არავინ ღმერთი ჯერ კიდევ ლამობს რომ გადაარჩინოს ეს ადამიანი ეს ჩვენა ვარ ადვილად რომ წირავთ ერთმანეთს ჯოჯოხეთისთვის ტანჯვისთვის გაჭირვებისთვის უფალი ასე როდია ჩვენგან განსხვავებით მან იცის რაც არის ჯოჯოხეთი და არ ემეტება თავისი ქმნილება არ ემეტება კი არა ხშირად მიხსენებია ახლად გარდაცვლილი 40-იან გზაზე მიყავთ ჯოჯოხეთში 60-ში ეთეროვანის საზღვრეთ საცავის შემდგომ იმას კი არ განიცდის და თავის თავს უკვე ასამართლეს ამ სულიერ გზაზე რომ ჯოჯოხეთში შეიძლება წავროვოთ საზარელი ტანჯვა არის და განიცდის სული სიღრმემდე ამას ახლად გარდაცვლილი ადამიანის სული არაბეთ 60-ში რაც განიცადა მხოლოდ 6 დღე განსხვავებით ჯოჯოხეთში ყომის 30 დღისაგან ჯოჯოხეთი არაფერია ამის წინაშე იმაზე კი არ ტირის რომ ჯოჯოხეთში მოხდება თავის სოდობიდან გამომდინარე რომ სინდისი ქენჯლას ადლებს ახლა მაინც აღარ ერთობა რა მისი გონება მიწიერი მიეთმოეთით არაბეთ იმაზე დარდობს და ტირის და მოთქვამს ტირის ესეც ადამიანოთო მას სრემლი აღარ აქვს ის სულია როცა ვამო ტირის მარტო იმას კი არ გამოვხატავ ჩვენ რომ სრემლებიც ვივა ძალიან მწუხარე მდგომარეობაშია ამით ამას ვამბობთ და ტირის იმაზე რომ 60-ში ვეღარასდროს ვერ შევა ამიტომ მე ხშირად მიკითხავ ჩემი თავისთვის და თქვენს წინაშეც ამბიონი და რა არის ასეთი 60 რომ ჯოჯოხეთი არარაობა ამის წინაშე მისი ტკივილები არაფერი არ არის აი რას ვკარგავ ჩვენ რისთვის ავართ მოწოდებული და როგორ ცხოვრობთ მოჩვენებით სიამოვნებას გრის ეშმაკი ჩვენც უკვე აყოლილი ვართ და ეშმაკს გაუსწარით სიბოროტეში და გვავიწდება რომ მოულოდნელად მოვა სიკვდილი და სიტყვას ვერ ვიპოვით თავის გასამართლებლად
კეთილი დანარჩენი თქვენმა გონება მიმშევოს. ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ ეს ლექსი ჩემს თარგმანში, რა კი მაღალმხატვრული არ იყო და დროც ნაკლები მქონდა. მე შედარებით მდარედ ვთარგმნე, ესე იგი ნაკლებად ვეძებდი რითმებს. უფრო რიტმით არის ნათარგმნი, რიტმიული ლექსი არის და რიტმიული ლექსი ჩინებული საშუალება აზრის კარგად გადმოსაცემად. ხშირად რიტმები მხოლოდ სამშვენისებია ლექსისთვის და აზრი მიაქვს და ანვითარებს რიტმს ლექსისას. ამით თავს კი არ ვიმართებ. რა თქმა უნდა, შემეძლო თქვათ რიტმების დამეძებნა და მომავალ კვირას გვესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ სულმა ახლა მთხოვა და ამისთვის. ამ ლექსს პირობითად ქვია ღვთის საუბარი ადამიანთან. ეკლესიურ ადამიანთან კი არა, თუმცა ისიც იგულისხმება ზარმაცი ეკლესიური ადამიანი. საზოგადოდ ადამიანთან და ყოველი ადამიანი არის ღვთის ქმნილება, ცალ-ცალკე და ერთად. მოგესალმები, საყვარელო, მითხარ როგორ ხარ იესოს მიმართავს ადამიანს. სურს გესაუბრო, თუმცა ვხედავ რომ დრო არ აქვს და ამიტომაც გადავწყვიტე შინ მომეწერა. გულშინაც ვიდექ შენ საწოლთან საკმაოდ დიდხანს. გაღვიძებისას მსულდა რათა ძალა მომეცა. წარმატებული რომ მქონოდა ეგ დღე ახალი. ესე იგი ელოდა როდის გაიღვიძებდა რომ ეკურთხებინა რომ წარმატებული დღე ქონოდა. მაგრამ კედლისკენ გადაბრუნდი. იქციე მხარი. გახანგრძლივება მოინდომე მას ძილღვიძილის. მე კი ვიდექი მდუმარები და შენ გელოდი. გელოდი ისე როგორც არვინ ელოდება სხვას. საერთოდ წმინდა მამები გვასწავლიან, როდესაც გაგეღვიძება ამა თუ იმ მიზეზის გამო, მეხსეულად წამოჯექი, ან თუნდაც წოლარენ ღვთისნიში გადაისახე პირჯვარი, თუნდაც ორი სიტყვა უთხარი უფალს, უფალო შეგვიწყალე და მერმე თუ ვერ გამოდიხარ ამ ძილიდან დაისვენე, მაგრამ მამები გვირჩევენ, ასკეტი მამები უმჯობეს აღარ დაიძინო, ადექი და შემოქმედი ღმერთი ადიდე. ხშირად შენი მფარველი ანგელოზი გაღვიძებ. თქვენ არ გაღვიძებიათ? აი მე ხშირად დამართვნია და ბევრს უთქვამ სახსარებაში თუ ბევრს არა ზოგიერთებს. ლოცვებით ბაგეზე იღვიძებ. თუმცა სიზმარი არ გინახავს რომ იქ-იქ და ლოცულობდი, მაგრამ რომ გამოგეღვიძება, აი ხშირად ვამბობ განსაკუთრებით ღვთისმშობელო ქალწულოს და 50 ფსალმოს. მე არ ვიცი რატომ. ეხლა მიფიქრია, ღრმათ აღმებეში და განსაკუთრებით ეს ორი ლოცვა თუ რის გამო? თან სიზმრეული ჩვენება არ ქონია რომ მე ვლოცულობდი და უფალთან საუბრობდი. სული შენი თავად ლოცულობს როგორც პავლე მოციქული ამბობს. და ხშირად ისეთი სულიერი აღთვანების წუთები გაქვს რომ როგორც მოციქული პავლეაო სიტყვებსაც კი ვერ პოულობ და ეს ორი სიტყვა ამოდის ამბა მამაო. ამბაც მამაოს ნიშნავს ქართულად. ასურული და რო თარგმნ. ამბა მამაო. მამაო და ისე გაწვება ეს მადლიერება ეს სიხარული ღვთის მიმართ რომ სიტყვებსაც ვეღარ პოულობ. უფრო მეტსაც გეტყვი აგი გვიხსენებია იოსებ ისიხასტი ამბობს ათონელი მამა რომ ზოგჯერ ერთი ბგერაც რომ თქვა და იგულისხმო რომ იესოს სახელის პირველი ასუა და ბგერა ესეც კი ლოცვა შეგერაცხება. რამდენად საოცარი პირველად რომ წავიკითხე რამდენჯერმე გადავიკითხე ხომ არ მეჩვენება მეთქი. დიახ, ესე იგი ღვთისადმი მიმართება შეიწირება პირველ ყოვლისა. ზოგჯერ ჩვენ როცა დავდივართ ფიქრობთ ღვთიურ საგნებზე, ესეც ლოცვა. როცა წმინდა სახარებიდან გაგონდება თუ წმინდანის ცხოვრებიდან ან რომელიც სულიერი საკითხზე მსჯელობა, ან შენ ნაკლზე მსჯელობ და განისთი, ესეც წმინდა მამები ამბენ, არის თავისებური ლოცვა, ანუ საუბარი ღმერთთან. და კარგია რომ ადამიანის სული და გონება მთელი მისი არსება სწორედ ამით არის დაკავებული და არა სისულელეებით და ამაუებით, რა ჭამოს, რა ჩაიცვას წარმართივით. მესტები ლექსი აღარ გავწყვიტე რომ რიტმი არ დაირღვეს. მას მე კი ვიდექი მდუმარებით და შენ გელოდი ისე როგორც არვინ ელოდება სხვას. მერმე დროც არ დაგრჩა, გაქრა თითქოს და როცა გაიღვიძე ესე იგი. ჭუმპალაობდი, ტანთიცმევდი და გაქრი თავად. იბანდი კი არ წერია, ამბანო ჭუმპალაობდი. ესე ვიდრე რა არის ნათქვამი რომ ადამიანისთვის ეს ნებივრობა არის. და მე მომისმენი აღსარებაში რომ ამ ჭუმპალაობის დროს ბევრი უმძიმესი ცოდვები ჩაუდენია საკუთარ თავთან თუ სხვასთან ადამიანს. უხერხულობის გამო ვერ ვილაპარაკებ. ესე იგი ესეც არა აუცილებლობაა რომ მოფლი მოიცილო და ჭუჭყი, არამედ ნებივრობაა ესეც. განსაკუთრებით ეს ნებივრობის რამოდენიმე სხვადასხვა სახეები და აბაზანებიც კი არსებობს განსაკუთრებულად განსხრომითი. ეს არის თავისებური გემოთმოყვარება. როგორ ყავდეს ფუფუნებაში სხეული. რაც პირველ ყოვლისა რას ბადებს ამგვარი განებივრებას სხეულის სხვა აბაზანაში სიძვის ბილს გულისთქმებს. დანარჩენს დავიდუმებ როგორც იტყვია ხოლმე. მას შხომპალაობდი, ტანციცმევდი და გაქრი თავად. თითქოს შენს გაქრიო, ჩემი თვალსაწიერიდან. ამ საქმეებში ჩაიძირე. თუმცა კი შენმა გამოხედვამ სარკეს რომ ჩარჩა
დაუფარავად გამიმხილა, რომ კარგად არ ხარ. ესე იგი ნახეთ, რა კარგად ახსენებს. გარეგანად აი ესე მცონარეთ იქცეოდი, გემოთმოყარებით, განცხრომით, მაგრამ მე ხო ღმერთი ვარ. მე ვიცი, როგორც მოციქული პავლემს, რა არის ადამიანში, გულის სიღრმეში. გულის სიღრმეში შენ კარგად არ ხარ. შენ ჩემი ქმნილება ხარ, შენ იცი სინდისის მიხედვით სულ ცოტა, რომ შენ ასე არ უნდა ცხოვრობდე. შენ კარგად ვერ იქნები. და ეს თითქოს სარკეში რომ ჩაიხედე, თვასი ვარცხნიდი თუ იცმევდი, ჩარჩა სარკეში, თორე სარკეში როგორ დარჩება? აი პოეტურად არის კარგად გამოთქმული, რომ გარეგნულად თვითონ გალაღებული ხარ, მაგრამ აი სარკე მეუბნება, რომელშიც ჩავიხედე, რომ თლად ასე არ არის ყველაფერი, რომ თლად კარგად არ ხარ. სულ ერთი წამით მომეჩვენა საუბრის გაბმა გინდოდა ჩემთან. მზად ვიყავი ნუგეში მეცა, მაგრამ ო არა, გაგიტაცა ამაუება. მთელი დღე ჩემო მეგობარო კვალად და კვალად ცდილობდი შენთან სასარგებლო საუბრის გაბმას. საბაბს ეძებდა უფალი, რომ გონების თუ გულის სიღრმეში დაგვლაპარაკებოდა. გელოდი, წამით არ მიცდია გაგშორებოდი, მაგრამ ეგ შენი გამოხედვა მეძებდა განა. საუზმე ეგებ გაგონდება, გესიამოვნა. ეხლა საუზმეს ახსოვს როგორი ქონდა. აი ეს ესიამოვნა. მაგრამ ნახეთ უფალი რას ამბობს, ეგევით არ საუზმეზე. ეს ყველაფერი, ანუ ასეთი კარგი საუზმე, ჩემგან იყო, როგორც ბევრი რამ. ვისაც უყვარვარ, საჭმელ-სასმელს როდი დაეძებს. ყველა ისინი ჩემს ღვთიურ ცეცხლს შემოსტომიან. ცეცხლი ერთ-ერთი სახება არის სული წმინდისა. ეხლა ხანს გადაიქუხა სულთმოფენობის დღეებმა. როგორ დაადგრა ღვთისმშობელ მარიამსა და მოციქულებს მეერგასე დღეს სულთმოფენობას ცეცხლის ენების მსგავსებად. ესე იგი, მიწიერი საჭმელ-სასმელი კი არ უნდა ეძებო ამდენად. ამ ღვთიურ ცეცხლთან, ანუ მადლის გამრავლებაზე რომ იზრუნო და როგორც სერაფიმ სარველი ამბობს, თუ ეს თვე მადლი გაიმრავლო, შენს გადარჩევი და შენს გარშემო ასობით და ათასობით ადამიანი. წმინდანები მყავს ხედველობაში. წმინდანების მაგალითით, ცოცხალი მაგალითით, სწავლებით თუ სხვა, უამრავი ათასობით ადამიანი და 10,000-ობით გადარჩა. და არა მარტო მათ ცხოვრებაში, არამედ ეხლაც. აი მაგალითად, პავლე მოციქული, იოანე ოქროპირი, ბევრი გადაარჩინეს თანამედროვე და შეიძლება უფრო მეტი შემდგომად მიცვალებისა. მათი ღვთისმშთაგონებული თხზულებებით, მათი ცხოვრების გაცნობით, როცა სურვილი უჩნდება ადამიანს რომ მიბაძოს. იმიტომ რომ თუ ჩვენ წმინდა წერილს, წმინდა მამებს კითხულობთ, სურვილი გვიჩნდება წმინდა ცხოვრების. თუ ჩვენ დეკამერონს და ასე შემდეგ კითხულობთ და ამ პორნოგრაფიულ ლიტერატურას და ვეხეტებით ინტერნეტში, პორნოსაიტებში, როგორც თქვენ ამას ეძახით, მაშინ რა თქმა უნდა გარყვნილების სურვილი გიჩნდება და მე აღსარებებში მომისმენია, როგორ ჩამოყალიბდნენ გარყვნილებად და მათ შორის სოდომიტებად, სწორედ ამ პორნოსაიტების თვალიელებით განუწყვეტლივ. თავიდან ცხენოდათ, განიცდიდნენ, ცივი ოფლი ასხამდათ სირცხვილისგან, მერე და მერე შეეჩვენა ბოლოს მონები გახდნენ ვნებებისა. თავისუფალ არსებად ხატებად ღვთისა შექმნილები. მას ყველა ისინი ჩემ ღვთიურ ცეცხლს შემოსდომიან. შემდეგ სადილი. დაკვლავ მძიმე ამოოხრანი. მეც იქვე ვიდექ შორიახლოს სრული დუმილით. ყლავაც გელოდი, ეგებ თუნდაც სიტყვას მეტყოდი, ეგებ შემთხოვდი რაიმეში დახმარებოდი. ეს ამოოხრები უფალი კი არ ოხრავს. იმდენად. ისე იგი იმდენი ჭამა სადილად, რომ ვეღარ სუნთქავს და ოხრავსგა. ნაკროვანებისაგან. ინგლისური ანდაზა არსებობს საუზმე, სადილი და ვახშამი, არა? არის ზოგ ქვეყანაში 4-ჯერ არის, ზოგან 5-ჯერ არის, გააჩნია. ერის ფსიქიკას, სულიერწყობას, კონსტიტუციას, სულისა და ხორცისა. საუზმე ჩიტებს გაუნაწილეო. ინგლისური ანდაზა ამბობს. სადილი თავად შენჭამე და ვახშამი მტერსაჭამეო. ანუ გვიან ჭამა არ არის კარგი ჯანმრთელობის და არც სულისთვის, იმიტომ რომ ბევრ სულჭა არ მარტო კუჭნაწლავს ავადებს, თუ ეს ხშირად ხდება და ქრონიკულად. ქრონიკულ დაავადებებს იწვევს ქრონიკული გემოთმოყარება და ნაკროვანება. არამედ ოხშივარი რომ ადის სტომაქიდან ტვინის ქერქს აწვება და ადამიანს თვლებას გვრის და ასეც რა თქმა უნდა ლოცვის სურვილი რომ ჩერჩეს, რაც ძალზეც საეჭვოა. თავი აღარა აქვს ლოცვისა. თვლებს ლოცვის დროს. რას ელაპარაკება უფალს თავად არ ახსოვს. და ხშირად ამას ზილღვიზილში აკეთებს თვლებით. ესე იგი არც ერთი სიტყვა არ არის გაკიცხვის უფლისა. სიყვარულით ლაპარაკობს რომ ასე არ შეიძლება. ეს უნდა გამოასწრო. აღწერს ადამიანის ერთ დღეს ძილიდან დაძინებამდე. მას შემდეგ სადილი დაკვლავ მძიმე ამოოხრანი. მეც იქვე ვიდექ შორიახლოს სრული დუმილით, ყლავაც გელოდი, ეგებ თუნდაც სიტყვას მეტყოდი, ეგემ შემთხოვდი რაიმეში დახმარებოდი. სულ ცოტა სადილის ვახშმის თუ საუზმეს ორჯერ შეიძლება უფალს დაველაპარაკოთ. მაგალითად სადილის წინ და შემდგომ სამადლობელ ლოცვებში. და წმინდა მამები სადილის დროსაც ღმერთთან საუბრობენ. აი ერთ-ერთმა წმინდა მამამ სტუმრად იყო რომელიღაც მამათა მონასტერში და რა იხილა სადილის დროს რომ ერთ-ერთი ბერი ზის
სადილ შეერცევა და მისგან ამოდის ცეცხლი ხელთუქმნელი და ძალიან გაუკვირდა, ვერ მიხვდა. სენაკში რომ დაბრუნდა, რომელიც როგორც სტუმარს მიუჩინეს, ხატებთან ილოსა და ღმერთს გულის შემოსვლების თქვა, თუ შენთვის სათნოა და ჩემთვის სასარგებლო. მითხარი რას ნიშნავდა, რომ არც ერთ ბერზე არ მიხილავს ტრაპეზობიშავს და ამ ბერზე მიხილეო. ეგ ბერიო გლოსოლალი თქმით უპასუხა უფალმა ზეგარდამო. როცა ჭამსო, მაშინაც ჩემთან ლაპარაკობს და ბევრი როცა ლოცულობს, ჭამაზე ფიქრობსო. გვეცნო არა საკუთარი სახე. ჩვენზეა ლაპარაკი ძირითადში. მაგრამ ფიქრებით სადღაც სხვაგან ეხეტებოდი. ხოლო ჩემს მიმართ კვლავაც ყრუ და მუნჯად რჩებოდი. შემდეგ როდესაც ჩემთან ცუდი ცნობა მოვიდა, თვალთაგან წახსდა ცრემლიანი ნაკადულები. მე ისე ძლიერ მსურდა შენთვის მათი შეშრობა. ლამის ვირწმუნე რაღაცაში გამოვდგებოდი. ძიმე ფიქრები გაგიფანტე, დაგულს გითბობდი. ცისარტყელები დაგახატე სულის სარგვალზე და ყვავილები დაჭრელებულ მინდორს ვამსგავსე. ნიავს გზავნიდი შესახვედრად, წვიმას გაწვიმდი, ფრინველთა ქოროს ვუბრძანებდი, რათა დაეტკბე, მაგრამ შენ ჩემთან საუბარი კვლავ არ ინებე. მოსაღამოვდა, სამსახური რა დაამთავრე, შენშინ დაბრუნდი, საღამოთის არად ჩამაგდე, რა აჩქარებით გაიმზადე შენთვის ვახშამი, ტელევიზორში გადაეშვი ქუსლით თხემამდე, დაუსრულებლად შესკეროდი სანახაობებს, მნიშვნელოვანად მიიჩნევდი ამ მიეთმოეთს. ღმერთთან საუბარს გაურბიხარ. იმათ კი ყვარობ აი ამ სისულელეებს, აბა მითხარი რა მიზეზით უგულებელს ყოფ. იქნებ საქმე გაქვს არაერთი დახსოვს მომთავრდეს, ნუ თუ ეგ უფრო არსებითი არის ამჟამად, მაგრამ მათ მოგვარებას მთელი ღამეს არ ეყოფა ამ უაზრობების. შენ კი თვალები გეხუჭება დავეღარ ახელ. გადაიქანცე, მესმის შენი, ძილს მიენებე, მე კი ვერ მამჩნებ, სავსებითაც მეტყვი არაფერს. მე კი რა ბევრი მსურდა შენგან რომ მომესმინა. ესე იგი ლოცვას ითხოვს ღმერთთან საუბარს. პირველ მშობლები ღმერთთან საუბრობდნენ დაუფარავად, დღემუდამ და ეს იყო წყარო მათი ნეტარების და სიხარულის. ამიტომ იყო აი მაგალითად ეთვაში რაც მაგონდება, სისოიდივდი რომ განართხავდა ლოცვის დროს, ზე ამოდიოდა ჩადიოდა მიზურგს უკან. ფერი აღარ ახსოვდა, თავდავიწყებაში იყო ღმერთთან საუბრით. სულიერ შულს ამდენი სულიერება და მადლი არ ქონდა, კუჭი აეწვევდა შიმშილით რამდენიმე დღე დაღამის შემდეგ მივიდოდა მორიდებით, მოკიდე მამაო, ხომ არ ვევახშმავ, იმიტომ რომ ბერები მხოლოდ ერთხელ იღებდნენ მწუხრის შემდეგ. განა ეხლა არ წამოვდექითო ტრაპეზიდანო. სავსე იყო. შიომღვიმელი 40 დღე დაღამე უზმო იყო. თეოდორე სიკეოტელი 60 დღე დაღამე უზმო იყო. მხოლოდ ზიარებას იღებდა. რკინის ბორკილები ედოთ, როგორც ღვთის მონას. და რკინის გალიაში იყო გამოწყდებული გაუსვლელად. ჩვენთვის ეს არის წარმოუდგენელი, თუმცა შესაძლებელია. და ისინი ამ ასკეტურ ვაცი ერთხმაშად კი არ აღმოჩნდნენ, თანდათანობით შევიდნენ. და ჩვენ ამასაც არ ვაკეთებთ. რისი ასკეტიზმი, რა ასკეტიზმი? იმაზე ვფიქრობ და რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ. და გახედეთო ველის ფრინველს ან შროშანს ამობს უფალი. არც ხნავს, არც თესავს და თვით სოლომონ ბრძენი, რომელიც სიმდიდრის სინონიმია, ასე ლამაზად არ იმოსებოდა როგორც ველის შროშანი, რომელიც დღეს არის ხარობს და მრავალფერად და ხვალ გახმება და ცეცხლში დაიდება. აი ჩვენი ცხოვრებაც ეს არის. თავრდება ასეთი უგონური, უაზრო, გემოთმოყვარე ცხოვრება და მოდის საზარელი სიკვდილი. საზარელი ცოდვილისთვის, მართლისთვის სიკვდილი არ არის საზარელი. ისინი ხარობდნენ სიკვდილის მოახლოებაზე, მადლობდნენ ღმერთს, რადგან მათთვის სიკვდილი სასჯელი კი არ იყო, ეს იყო კარის სამოთხეში შესასვლელი. დაუფიქრდეთ ამაზეც. და როგორ უგებს გადაიქანცეო, როგორც მამა შვილს რომბიარე ეფერება. აზეთი ზარმაცი, უდები, უვარგისი, გემოთმოყვარე და მაინც როგორ ეფერება. გადაიქანცე, მესმის შენი, რა ესმის? ამავებით არის გადაკანცული. ძილს მიენებე. მე კი ვერ ვამჩნევ, სავსებითაც მეტყვი არაფერს. მე კი რა ბევრი მსურდა შენგან რომ მომესმინა, სულ ერთი წამით გაგიელვა ფიქრმა შენ ჩემზე. ძილის პირული იყო თითქოს და მიგეძინა. ესე იგი სადღაც იქ თვლების დროს, როცა უკვე ბალიზე თავი ედო, სადღაც გაიელვა ღვთის სახებამ. მაგრამ თითქოს ეს ძილის პირული იყო და მალევე მიგეძინა. მთელი დღე სიტყვა შენ არ დაძრავ, მეტყვი არაფერს. ასე რად ბძულ ვარ საყვარელო, რა დაგიშავე? თუმცა ხვალდილით კვლავ გეწვევი, რათა გაკურთხო. ეს ყველაფერი მე მოგწერე, არა იმიტომ, რათა გაკიცხო და ტკივილით გული გატკინო. მოგწერე, რათა შეგეწიო სიტყვით და საქმით, რათა შენს მიმართ სიყვარული გადმოვაფრქვიო. ურთიერთობა ორივესთვის სასარგებლოა, გვერდით მიგულე უსასრულო ძალმიცლოდინი. ორივეს ერთად ყოფნა ვფიქრობ შესამატია. სიყვარულით გწერ მაცხოვარი, შენი იესო. აი გული აგით რთოლდება თუ ოდნავ მაინც პატარა სიფაგიზე გაქვს გულში.
როგორ ეფოფინება ეს სიტყვა მინდა ვიხმარო რომ ღმერთი ასეთ უვარგის, ყოვლად უვარგის, საძაგელ და ზარმაც ადამიანს უმადურს როგორ უყვარ ჩვენი გონება როგორც იმას ვერ იტევს და ვერ ხსნის რა არის უყდაება და უსასრულობა, მარადიულობა, ისე ვერ ხსნის რა არის ღვთიური სიყვარული. ჩვენი სიყვარული ძალიან პირობითი და შეფარდებითი არის. მაგალითად, მშობლები მიყვარს ბუნებითი სიყვარულის გამო. ბევრს უკვე ესეც არ აქვს. ადამიანი რომ გაუყურმართა, ბუნებითი სიყვარულიც აღარ აქვს მშობელს, შვილისა და შვილს მშობლისა. ჩვენ გვიყვარს მაგალითად ძმა და თუმცა ესეც საეჭვო გახდა უკვე. ბევრს არ უყვარს. მე ხო აღსარებებს ვისმენ და ხედავ უყურებ საზოგადოებას. მეზობელი ნათელბი რომ ეს უფრო წარსულში. დღეს რა გვიყვარს ჩვენ? დღეს ჩვენ გვიყვარს კარგი ჭამა, კარგი სმა, სიძვა, მრუშება, სოდომი და გომორი. და გარდა მაგისა გვიყვარს ჩვენი ძაღლები და ფისუნები. თუ ვაჭარბებ მე, ხმარ გიწერეთ ერთხელ მოხდი საძაღლეში, საძაღლე პოლიკლინიკაში. ეხლა მე რომ ძაღლს უწოდებ, შეიძლება ამის ცემონკიდეს ძაღლის პატრონებმა. იმიტომ რომ ისინი არ თვლიან რომ ესენი არიან ძაღლები. რომ ძაღლები ადამიანზე მეტად უყვართ, ჩემთვის უთქვამთ. რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან, უფრო ერთგულები არიან, საწოლშიც იწვენენ და ეხლა მე მღვდელი აღარ გავაგზელებ, კიდევ რას აკეთებენ საწოლში ძაღლებთან. უკაცრავად. ეს ზოოფილები. აი ესეთი საზოგადოებაა. აი ხლა ამიტომ გეკითხებით აქედან ქრისტე მეფობს ჩვენ შორის. ქრისტე ჩვენ გაძევებული ყავს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი პერიპეტიიდან. ჩვენ დაუფლებული ყავს ეშმაკი. გემოთ მოყვარების, ნაყროვანების, სიძვის, კაცისყრის, ანგარების და რომელი ერთი ჩამოვთვალ. აი ამიტომ არის რომ ეს ყველაფერი და ჩვენ ყველა ერთად მოვიყვანთ, ლოგიკური იქნება მისი მოსვლა. კი არ შემოგვილეწავს კარებს არა, ლოგიკურად შემოვადა. ნახე, სადამდე დაეცა ადამიანი, აი უბრალოდ ჩიპიზაციას რო ფიქრობ და ამ საეჭვო ვაქცინაციას, სახლებში რო პატიმრებივით გამოკვეთეს, საკუთარ სახლებში თავისუფლებას შეგვიზღუდეს ტყუილის მოგონებით, რა თქმა უნდა, არაფერი, ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი გრიპი, მოკლედ რო გითხრათ და თავისი გეგმები აქვს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დაამყარონ, ამას მოყვება მესამე მსოფლიო ომი და იმას მოყვება ანტიქრისტეს საზარელი ჭირის დღეები, მისი რეჟიმი. აი ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. ადამიანი ამზადებს ამას. ესე იგი ნახეთ, აი მაგალითად, ერთ-ერთი ულტრამილიარდელი ამბობს, რომლის ფულითაც ფინანსდება ულტრათანამედროვე გამოგონებები, აღმოჩენები, რომ თავში უნდა ჩაინერგოს ჩიპი, არა მარტო ხელში. ტვინის ყველა ფუნქციას მიუერთდება. თავის მხრივ ეს G5 ანტენების, რომელიც ეხლა ამ მოჩვენებითი პანდემიის დროს დააფუძნეს, შეუერთდება ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც სახელად ქვია 666, ხეცი. გენიშნათ არა საყვარელო და ამათ მიერ მართავს ზომბირებულ ადამიანებს. ვერ მართავს ადამიანს, რომელიც ჯვრის ნიშს ისახავს და ცდილობს ქრისტე არ დაივიწყოს. იმიტომ ექნებათ ქრისტიანებს ყველაზე სასტიკი დევნა. არა რომელიღაც სხვა ჯგუფებს, კონფესიებს, აი სწორედ ამათ. ამის გამო. და ეხლა რა არის? ტვინის ფუნქციებს მიუერთებენ ამ ჩიპებს და მათ შორის ადამიანისთვის მეტყველება იქნება სრულიად ზედმეტი. გულჩვილობისთვის, სანტიმენტალობისთვის შეიძლება ზოგჯერ გამოიყენო ადამიანური მეტყველება. ამბობს ეს ულტრა თანამედროვე აღმოჩენების დამფინანსებელი. ესეც რა არის? ეს არის ღმერთთან ბრძოლის უახლესი საშუალება. ღმერთს ებრძვიან. ღმერთმა რო შექმნა ადამიანი, მას ტვინიც მისცა, გულიც მისცა, გრძნობელობა, ხუთი გრძნობა. ტანზე მაღლა რატო დგა თავი, იცით? თავი უნდა მართავდეს. ეს თავდაყირა ცხოვრობს კაცობრიობა. მეტყველების უნარის ღმერთმა მისცა. შვენიერი რამ არის ადამიანის შინაგანი გრძნობების და აზრების გამოსახატავად. რომ იფიქრე, აი როგორ ხდება, როგორ გარდაიქცევა ფიქრი სიტყვად. გასაოცარი რამეა. უიშვიათესი რამეა. ჩვენ ამას აღარც კი აღვიქობთ, აღარც ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ აბა დაუკვირდი, რამხელა სიბრძნით არის ეს ყველაფერი შექმნილი. მე ესე იგი სიტყვის გამოთქვას, გონებიდან რომ წამოიღოს აზრი, მარტივად ვამბობ. რამდენი რამე ემსახურება? სასა, ხახა, ხორხი, კბილები, ენა, ნერწყვი. ყველაფერი მონაწილეობს. აი მაგალითად მე შაქრის დაავადება, როგორც ეგან ვახსენე და რამდენჯერმე დამემართა ზაფხულში პირი მიშრება. ისედაც როცა ნერვიულობ ან გადავიღლები პირი მიშრება. ეს ტიპიურია დამახასიათებელი. ისე გამიშრე რამდენჯერმე პირი რომ ენა ეწებებოდა სასას ფსალმუში როგორც არის ნათქვამი. აექვა ენა ჩემი სასასაც ჩემსაო ფსალმუში როგორ ნათქვამი. სიტყვების გამოთქმა მიჭირდა და მნათეს თქო შვილო წყალი მომიტანე მეთქი გამოვილო. არ დავლე მეთქი რომ არ დაბრკოლებულიყო, იმიტომ რომ წირვა იყო, მე ხო უზმოვნა ვიყო და ვეზიარო და რო არ დაბრკოლებულიყო, ჯერ ერთი მხელა სიყვარული უნდა გქონდეს, დობა რომ არც განუმარტო ისე გაიგოს. რომელი წყლის მსმელი მემნახეთ. მაგრამ მე რო არ გამომევლოდა სასა და ენა არ დასველებულიყო, უბრალოდ წირვა შეწყდებოდა. ვერ წირავდი, სიტყვებს ვერ გამოვთქმავდი.
და სხვა ეხლა. ანუ ეს ყველაფერი დიდი სიბრძნით მისცა ღმერთმა, ხელიც და ასე შემდეგ. ადრე შეექსპერტი თეოდორიტე კვირილერის ამ წმინდა მამის ერთ-ერთ უჩვეულო თხზულებას გითარგმნით ადამიანის ხელისა და სხეულის ამა თუ ორგანოების ასოების გაანალიზებით როგორ მივდივართ ღმერთის აღიარებამდე. რა ნიჭები მისცა ამ ყველაფერს ღმერთმა. ჩვენ რომ არაფრად გვინახე. გვაქვს სხეული, ეს ასეც უნდა იყოს. გვაქვს მეტყველები, ესეც ასე უნდა. რატო რა მუნჯები არ გინახავთ, ყრუები არ გინახავთ? სიკეთეა, წყალობა, ნიჭია და დააფასე. შენი წინაპრები, ვისგანაც მოვდივართ გენეტიკურად. აი ამ ენაზე მეტყვე, მათ შეიმუშავეს, ეს მოხდა ბუნებითად, იმიტომ რომ ბუნებასთან და ღმერთთან ახლოს იყვნენ. სრულიად ბუნებითად შეიმუშავეს სამეტყველო ენა, შემდეგ დამწერლობა. უნდა გაუფრთხილდე, ეს შენი გენის ისტორია არის. ეს შენი წინაპრები არიან. ეშმაკი როგორ აკეთებს? აწყოსაც გვითახსირებს, წარსულს გვავიწყებს და მომავალს კვირდება ანტიქრისტეს სახით. ანუ არ გვექნება ჩვენ მომავალი, როგორც ადამიანს, როგორც ღვთისმკვლელებას შესაქმის გვირგვინს უნდა ჰქონდეს. ანტი-ადამიანებს აკეთებენ ჩვენგან, ანუ ზომბირებულ საზოგადოებას. იმიტომ რომ ამ ფარას ნახირისას თუ წაუძღვება ანტიქრისტი. არათუ მართლმადიდებელი ქრისტე, რომელიც ჭკვად ყოფილი ადამიანი ოდნავ მაინც გაყვება წარწმედიშვილს, რომელიც იქნება, ესე იგი, განსახიერება ეშმაკის. რომლისთვისაც ჩვენი ტანჯვა, უბედურება, გარყვნილება, ძალადობა და სხვა სისხლისღვრა მოთხოვნილება იქნება. ეს იქნება მისი სიამოვნების წყარო. აი წმინდანებისთვის ვახსენეთ ლოცვარი სიამისა და ნეტარების წყარო. ანტიქრისტეს სიამის წყარო იქნება ჩვენი გაუკუღმართება და გაუბედურება. და ეს იქნება მეორე მხრივ ჯანყი, პროტესტი ჩვენი შემოქმედი ღმერთის წინააღმდეგ. ნუ თუ ამდენად მაინც არ გიყვარს უფალი. რა უფალი, რისი უფალი რომ გიყურებთ თქვენ და საკუთარ თავს. საკუთარი თავიც კი აღარ გვიყვარს ჩვენ, რომელიც უფრო ახლოა. ღმერთი უხილავია, ეს ხილულია. არ გვიყვარს საკუთარი თავი. ხშირად მიფიქრი აი ესეთი მდგომარეობა რომ აუტანელი ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის და მღვდლისთვის. აუტანელი რომ ზოგჯერ მიფიქრია რომ გაუფრთხილებლად შინაურების ახლო დავტოვო ეს ყველაფერი და წავიდე სადღაც ღრმა უდაბნოში და დავიმარხო იქ თავი. და ერთი ღმერთთან მქონდეს საუბარი. მაგრამ ასე ხომ არ არის. ღმერთმა რომ გამოგირჩია, აი თქვა მე რომ მღვდელი გავხდი. თუ ესაია წინასწარმეტყველზე ამოს რომ ვიდრე მუცელში გამოგსახავდი უკვე გიცნობდიო და გამზადებდი აი ამ დიდი მისიის უდიდესი წინასწარმეტყველია ესაია. ასევე საბრალო დეკანოზი არჩილიც ვიდრე გამოსახავდა ღმერთმა იცოდა, ყველაზე იცის ყველაფერი უფალმა. ის არის მარადიული აწყო, მისთვის არ არსებობს წარსული მომავალი, მარადიული აწყოა ყველაფერი. ყოველივე უწყის და ყოველსავე აღავსებს. და აი ამდენი ხანი ამზადა ეს საბრალო ადამიანი მღვდლად. 40 წელია მღვდელია. და ეხლა ესე ადვილად გაუშვებს, იმიტომ კი რომ რაღაცას წარმოადგენან თავი კიტრი მგონია. ბოლო დრო არის და ძალიან ცოტა ვინც ღვთის სიტყვას ქადაგებს და ცდილობს სარწმუნოებით იცხოვროს და მასწავლებელი იყოს სხვებისა. თორე ადამიანურად მithქვავს როგორც მამა შვილები, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ თქვენ. მე გულახდილი ვარ თქვენთან, ყველა აი გულის სიღრმემდე გულახდილი ვარ თქვენთან. იმ სიყვარულის გამო რომელიც უფალმა მოფინა ჩემს გულს. მისი არსებისა თქვენს მიმართ ალალად გეუბნებით. თორე ადამიანებს რო გითხრათ ისე ვარ დაღლილი, დაქანცული, დაავადებული, ნატურად ამაქვს ზოგჯერ. ნუ სადმე ვიყო ჩემთვის და ცოტა დავისვენო, ცოტა მოვისვენო. გულახდილად გეუბნები. ნუ ეხლა მე რწმენას ვერსად ვერ გადავდებ. ღმერთი რომ არსებობს, ეს ჩემთვის ყველაფერია. მკვდარი ვარ, ცოცხალი ვარ, თუ როგორცა ვარ, ღმერთის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. მე რომ ჩემზე ვლაპარაკობ, ზოგიერთ თქვენთაგანზე ვლაპარაკობ და სხვებს კი ვაგონებ, რომ ასეთი გუნება განწყობის ხოლმხედველობისა ცხოვრების წესისანი უნდა იყვნენ ისინიც. რომ ღვთის გარეშე არ შედეძლოს არსება. მე აზრს ვერ ვხედავ. მაშინ რა გახდება? აი დარწმენა დავტოვე. ბიოლოგიური ცხოველი, როგორც ეწოდება ადამიანს. სოციალური, მაგრამ არა მორწმუნე. ჩემთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, ყველაზე დიდი ტრაგედია. ადამიანი ღმერთს არ ცნობს და ღვთის კანონებით არ ცხოვრობს. რომელიც გოლის სიღრმეში ჩაუდოს, სინდისში მისვლა, გონებას აქ უნდა გამოაღვიძოს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. და წერტ ეკლესიურობა აღვიძებს და ხორცაცხამს ამას შინაგან ადამიანს, ქრისტიანს. ვიდრე ტერტულიანი ამბობს ეკლესიის ერთ-ერთი ძველი მასწავლებელი, ყოველი ჩვენთაგანი დაბადებიდან ქრისტიანია. თუ ქრისტიანიო რაღაც ემსახურება ეკლესია. ევნო და ეწამა უფალო დამიარსა ეკლესია. ეკლესია და ეკლესიური საიდუმლოებები, რიტუალები და ერთ სიტყვით ეკლესიურობა აღვიძებს ჩემში შინაგან ქრისტიანს. რომელიც დაბადებიდან შთამითხრა გულში უფალმა ღმერთმა მთელ არსებაში. ამიტომ მივცეთ პირველ ყოვლისა პასუხს, რომ ჩვენ მოგცა ეს და ეს ყველაფერი და ჩვენ ხელი უკარით ამას. რისთვის წარმავალი მოჩვენებითი დროებითი სიამოვნებებისთვის, რომელსაც ხშირად უფრო იმედის გაცვლილება მოაქვს, როცა ამოიწურება, ვიდრე სინამდვილეში რამე სიხარული და ნეტარება მდგრადი. ეს არის ადამიანური წუთიერი სისუსტეები, როცა ეს დანატვრა მაქვს. მაგრამ
ღრმად წამს და მიყვარს ჩემი უფალი, 1000 მადლობას ვწირავ, რომ ჯერ კიდევ დგანა ქრისტეს ტაძრები. შეგვიძლია მოვიდეთ ღმერთი ვადიდოთ, ერთმანეთს მოვეფეროთ, ღვთის მადლითა და სიყვარულით გული და სული ავევსოთ. ეს ჩემთვის არის უდიდესი სიგანე. ხომ გახსოვთ რა მოხდა დიდმარხვის დასაწყისში, როცა დაიწყო შეზღუდვები, გზების გადაკეტვები ეკლესიისკენ. პირველი, რაც მომაწვა გულში და გონებაში და ღრმად განვიცადე, ის იყო, რომ შესაძლოა მე ვერ მოსულიყავი ეკლესიამდე და არ მენახა ჩემი სულიერი შვილები. და არ მქონოდა მათთან ქრისტეს მიერი ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს ჩემთვის ცხოვრების წესია უკვე. თუ გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის მეგობარზე ბასილ დიდზიამოს, როცა ისინი ათენში ცხოვრობდნენ, შენო მხოლოდ რამოდენიმე 2 თუ 3 გზა გქონდაო, ერთი მიდიოდაო სასწავლებისკენ, მეორე ეკლესიისკენ და მესამე სახლისკენ. მე შემიძლია ვთქვა, რომ 2 გზა მაქვს. ერთი მიდის ტაძრისკენ და მეორე მიდის ტაძრიდან ჩემი სახლისკენ. ისიც ოჯახია, ოღონდ მცირე და ესეც ოჯახია, ოღონდ დიდი. აი სულ ეს არის გარდა მაგისა, არა მაქვს რაც დიაბეტი გამიშთა განსაკუთრებით ხალხმრავალ ხალხში ყოფნის სურვილი. სადაც უაზრობა, თორე ხალხმრავლობა არ იყოს სრულთმოფენობას, მიხაროდა თქვენი აქ ყოფნა. აი მაგალითად ქელეხის სუფრა, ქორწილი, ჩატყრომა, დათრობა, სიმაძღრე, მაპატიე გულისარებამდე ბევრი მათგანის, უაზრო ცეკვა, ფლირტი, არშიყი და ასე შე. ამის ატან არ შემიძლია. გულახდილად გეუბნებით. რა უნდა იპოვოს ქრისტიანის სულმა იქ? ან რესტორნებში რომ დაწანწალებ ზოგიერთებით ხედაღამე. რას პოულობთ იქ? გამომტყვრალი და მეძავი ხალხის გარდა. რამეს ხედავთ კიდევ? უბრალოდ თქვენში ცოდვები აღორძინებას იწყებს. იმიტომ რომ ხარი ხართა რომ დააბა, აზნეს იცვლის ამ ფერსავ. სულ ასეთ ხალხთა რო იქნები დაბმული, შენც ისეთი გახდები და ეკლესიური რო იყავი აქამდე, შეიძლება უარესი გახდე იმათზე, როგორც ჩვენ აღსარებებიდან გებულობთ. ისე რომ სამი რამ გვიხაროდეს და სამ რამეს ვესწრაფოდეს, როგორც სოფლიო მამა და მასწავლებელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ის რომ გვაქვს ღრმა შინაგანი, ცოცხალი, ჭეშმარიტი რწმენა, მართლმადიდებლობა, რომ ვართ აღსარებელი ამ სარწმუნოებისა და რომ ვლამობ და ვცდილობ ღვთის ძალითა და მადლით წმინდად და უბიწოდ ვიცხოვროთ, ანუ ქრისტიანულად ფილოსოფოსობდეთ, რაითა ამ სამი სათნოების და საძიებელის მიძებნით ვადიდებდეთ აქ და საუკუნო ცხოვრებაში, ყოვლა წმინდა სასამებასა, მამასა და ძესა და სულსა წმინდასა, ას და უკუნისამდე. ამენ.